მოკლედ ინდირა, ბობი, მე დალაშან ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ეს ისეთი ამბავია, ამების ისე დატოვება არ შეიძლება, ამიტომ აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ. მე მაქვს არაჩვეულებრივი ღვინო, მე კიდე არაჩვეულებრივ ტორტს გამოვაცხობ. ხო, ეგრე იქნება. მოკლედ ბიჭები ღვინოს მოვიდან, გოგოები ტორტს გამოვაცხობენ და რა. არა, რამადლობა, რის მადლობა, არ აქვს თქვენი ამბავი. ესე იგი, დღეს ვსვამთ, არა? თხილა, რა იყო, ბობი, რა, გოგონა ესა? არა, მე ვერ დავლევ. ვერც მე. მოიჭრე, შენ რატო ვერ დალევ? აი, ორსულ გოგონასთან ერთად ვარ და ხო ხვდებით. კარგი, გასაგებია, ხო, კარგი, შენ დაუშვოთ ორსულ გოგონასთან ერთად ხარ, ვერ დალევ, მაგრამ შენ რატო ვერ დალევ? ორსულად ვარ. ორსულად ხარ კი. კარგი, აბა წავედით ჩვენ ძალიან დიდი მადლობა რომ ესე კარგად დაგველაპარაკეთ. რას ლაპარაკობ, ბობი? აბა სადაც სიყვარულია, იქ ჩვენ ას დავხეთ. კი, აბა, ერთი წუთი სანამ წახვალ ბოდიში სანამ წახვალ ერთი წუთი. ხო. გასაკეთებ რა არის? გასაკეთებ რა არის? რა გინდა ლაშა ვერ გავიგე. ჩემი სახლია და რასაც მე იმას გავაკეთებ, არ მაქვს უფლება, ესე მინდა და ესე ვარ, რა გინდა, რასაც მე იმას ვაკეთებ. აი, შენ შემოგვიდი, მიდი გენაცვალე, თქვენ წადით, აბა მიდი, წადით. აბა, კარგად. აბა, კარგად. შენი ბიჭია ბობი, მე ძალიან მოვწოს კარგი ბიჭია. მოგეწონება, აბა რა იქნება, მაგას უნდა უმადლოდე შენ, რომ გადარჩი თორე. დღეს საღამოს ვის სადღეგრძელოს დავლევდით მაგასაც? ახავდი. არა, მართლა ჩვენი წყვილია ავსებენ ერთმანეთს. კი, ნამდვილად ავსებენ ერთმანეთს. მაგრამ პრინციპში ინდირა ბობის გარეშეც ავსებს. ნახენი დაელაპარაკეთ? კი, დაველაპარაკეთ. რაო მე აბა ბატონო ფრიტო, ნომობიცოხა. სადაც სიყვარულია იქ ჩვენ ას გავხდეთ. აი, სიყვარულს მისცემ მაგათ ხეს და გინდოთ რა ადამიანი რა დაელაპარაკეთ ამ სადაც. ხალბატონო, ეხლა რას ქვია, გეუბნებით, ხო არ გაწყვეტ დედას ფიცავად დაველაპარაკეთ. და მარტო დაველაპარაკეთ კი არა, მუხლებზე დაუდეგი დავიცოქე დედას ფიცავად. კარგი, ნუ მატყუებ. რას გატყუებ, ხალბატონო, რას გატყუებ, მაგათ გულისთვის ღამაბის კი დავიწელე. აი, უყურე, ნახე როგორი მოწვეულია შეხედე. ხო, ეფიცები თუ გატყუებთ დაველა, აი ლაშა აქ იყო და უთხარი ლაშა, შენ კი გეფიცებით მართლა ყველაფერს აი აქ იდგა მუხლებზე, ესე დაჩოქილი იყო, ესე შვებოდათ. ეხლა ეგ მოჩვარული აქ თუ არა ეგ არ ვიცი. ესე ლაპარაკ. მოდი ნიკა ჭარხის წვენი ძალიან სიმაღლეში სრდის. აუ, მაგის დალევას მიჩვენე 10 სანტიმეტრის დაბალი ვიყო. ეს მართლა სრდის სიმაღლეში? აბა? მოიცადევა. ნიკა, შენთვის სიურპრიზი მაქვს. რა სიურპრიზი? რათა წელიწადში ერთხელ ქალბატონ მარინა დოლიძის მიღება აქვს. მანაძე შეგამოწმებს თუ მოეწონები, მე პიანინოზე დაკვრასაც გასწავლი. რა მაგარია, ელენა, ესე ძალიანაც მოათამამეთ ბავშვს. ფორტეპიანო, ჭარხლის წვენი. აუ, კარგი რა პიანინოს ხევა არც ვარ. ნიკა, პიანინოს ხევა არც არავინ არ არის. როგორ ლაშაბიძე არის? ნიკა, მიდიხარ პიანინოზე. ვერ წავ. რატომ? იმიტომ რომ ხელები დავიბანე, წყალი ძალიან ცივი იყო, თითებს ვერ გუგზნობ. 1-2 კვირა ალბათ აზრი არ აქვს წასვლას. ხო გესმის? არა, ნიკა, ძალიან მინდა რომ ისწავლო პიანინოზე დაკვრა. გიждები ბიჭი პიანინოზე რა უკრავს. მამამ რო ისწავლო შეურიგდები?
ვერცისწავლა. თეკლა, შენც გიждები ბიჭო პიანინოზე უკრავს? მოიცა დავფიქრდებ. პატა უკრავს? არა. მაშინ არა. სად არიან ხომ არისით, საწავიდნენ? წავიდნენ, მაგრამ სად არ უთხოვთ? სადა ჯანდაბაში. რა ჯანდაბაში, ქალბატონო, ამსტერდამში აპირებენ წასვლას, ჯანდაბა რა. იმისი კი წასულა. იმისი კი სტოკჰოლმში? გააჩუმეთ ვინმეს კაცი. გავჩუმდი, რაც მინდა, ჯერ ეს შეფსახში ვინმეს გაჩუმება, რაც მინდა ეხა. შენი სახელი და გავჩუმდი მე თვითონ. ჩუმად არ ვარ ეხა, გავჩუმდი, ჰა. გაჩუმებული არ ვარ ეხა, შენ აი. რა ვაიმეზე, ბატონო, გაჩუმებული არ ვარ ეხა, მე არ გავჩუმდი. ლაშა, აიმე, გაჩუმებული არ ვარ, არ გავჩუმდი. გაჩუმებული, ეხა გაჩუმებული. რაც მინდა ეხა ვიღაც გაჩუმება, შენ სახში მე თვითონ ვერ გავჩუმდები, თუ რა გაჩუმებული ვარ. ლაშა, არ უთხარი ბობის რა დგინდა ინდირა ფეხძინეთ არისო. უთხარი, მაგრამ აჰა. მირი კითხე შაშულზე, რა მე მარტო მე უნდა ვიკითხო ჩემშულზე? ის არ უთხარით, რა ქვია, ინდირას რომ ბობი ჯერ ბავშვია, რატოს მაგის ცოლი იყო? მოდიაკ, მithumetes ცოლი და შვილი. უთხარი, ბატონო ფრიდო, უთხარი, აბა არ უთხარი. უთხარი, მაგრამ აბა, უთხარი. მაგის მერი შესაკითხი არ ქონდა, ხო? ვაიმე. არ უთხარი რომ რას გავს ეგ ბობით ხო? ან ტანსაცმელი რას უგავს, ან თავი რას უგავს? არ უთხარი რომ კაცსაც არა გავს. უთხარი, ბიჭო, აბა არ უთხარი, ყველაფერი უთხარი. ის არ უთხარი ბობის. რა გინდა ეს ინდირა რომ მოყავდა ცოლად ხო? ეს უსაქმური და ლოთი ემზარის გოგო ინდირაო. უთხარი. არა ბიჭო, რა უთხარი? უთხარი. შენთვის აქვს სიურპრიზი. ვაიმე, ელენე არ მინდა ფორტეპიანოზე. თეკლა, ხო შეგიძლია რომ დღეს ქალბატონ მარინა დოლიძესთან წაიყვანო ნიკა? იცი რა ელენე, თვითონაც წავა, ნახე როგორი გახარებულია, გაიქცევა სიხარული. მე სამსახურიდან დამირეკეს, აუცილებლად უნდა მივიდე. სასწრაფო საქმე მაქვს. და რო დაგირეკეს ის არ გითხრეს რომ ნიკა სახში დატოვეო? არა. ალბათ დავდე. კარგი, დავედი მან, ხო? კარგი. გავარჯობა სოფი და ნახვამდის. მოდი, წავედი 3 საათზე უნდა მიხვიდეთ, არ დაგაგვიანდეთ, ხო? კარგი რა დედა, რაც უნდა ეხლა თეკლას ჩემი გაყოლა, დიდი გოგოა თვითონაც მივა. შემოდი სოფი, შემოდი. კი არა და შედი. წავედი მე აბა დროებით. კარგი. გავარჯობა სოფი. გამარჯობა. გაიგე ლექსები ისწავლეს პიანინო. გაიგეთ რომ მე ვარ კაცი ვარ მე. მადავით მოწევა დასმა უნდა დავიწყო რა გაიგო? იტა მორჩი. წადი ახლა გამოიცვალე. როგორ ხარ თეკლა? აიმე ძალიან კარგად. სოფი, არ გინდა ჭახლის წვენი დალია, გავიგე სიმაღლეში ზრდისო და შენ ბევრი დალია. გიჟდები რა მოსწონთ ერთმანეთს. არაფერი საერთო არ აქვს, მაგალითად შვილის კი რაღაცა. აბა, მე არ ვიცი, აბა დაფიქრდი ხა წარმოგინე, შვილის არ მინდა მე თვითონ გავჩუნდები. მოდი აქ დაჭიქი ჩემთან, მოდი. ბედი გეცლება ხელიდან. გაიგე რა თქვა? მიყავს ამსტერდამში სასწრაფო ყვავილები იყიდი აეროპორტში და მიართვი მე შეგვეცე. ქალბატონ ნუნუკა, ჯერ ეხლა მართლა ესე უცბად კი არ წავლე ნეგენი ამსტერდამში, თან მე ხო? აი მე პატა შენ რა გითხარი, რატომ არა გეხილა თვალები და რატო არ მოიყვანე ჩემი ინდირა ასე დღეს ჭყვარ ჩავარდებოდი. აბა. არა შეიძლება უარიში ჩავარდნილიყავი, მაგრამ აი არა. ვაიმე რა ძალიან ცუდად ხარ, ვაიმე რა ძალიან ცუდად გამისკდება გული, გამისკდება ლაშა გული. აბა რა გააკეთეს კაცო, ეს რა. ჩემთან სად დავეძებ ჩემი ემზარი, იცი რა დღეშია. საწყალი დილიდანვე ზის და რაკდა სახარჯის ნერვიულობისგან აი ხელებს ევკარკალებს. ხო, კი. ისე ინერვიულეს, მაგან და წითელ სახიანმა თემურამ ეზოში, რომ ხელები უკანკალებს კი არა. საერთოდ როგორ გადარჩა მე ეგ მიკვირს, ხო? იმ ეზოში რომ დაიწყეს, აქ დაამთავრეს ნერვიულობა. კი. ისე ძია ემზარის გული რო ვიცი. აი მე ხო დავედი ვიხილო. დახვედი გული ცოლა. ისე ბატონო ფრიდა. ძიემ ზარის ნერვიულობასთან გავა. ამ საკამოს ხوار გვენერვიულა.
მოიცა რა დერვიულობის დრო და თავი მაქვს ახლა წავედი ახვედი თქვენს კარგი ხო პატა მე გასაქცევი რა ძალიან ესეთ მნიშვნელოვანი საქმე მაქვს უნდა გავიქცე და წავედი ხო შენ სად მიდიხარ სულ შენ საქმე მესად აბა რა შენ საქმე მესად მივდივარ და მე კითხე სად მიდიხარ მეთქი რა გეტყობო რა გინდა მოკლედ მე არაფერი არ მინდა მე მივდივარ ჩემს საქმეზე და საქმე წავედი მე გადი მე რა ხო ჩემი სახლი და როგორც მინდა ისე ვიქნები და იყავი მე შენი სახლი იყავი როგორც გინდა დაიჭოქე ატო როგორ ხარ? აქ ასაკეთებ. გამარჯობა პატა. გამარჯობა. იცი არის ახალი მთასვლელის იარაღები მიიღეს და ეხლა თოქს ვარჩევ. ბისმის თოკი გინდოდა? მე ვერ მითხარი, მე თოკი თუ გინდოდა, მე ვერ მითხარი მე. არა პატა, სარეცხი თოკი არ უნდოდა რა. როგორ ახლა გატო? მე კარგად და შენ შენ ასაკეთებ. აქ თოქს ვეთმეც ლაშა რა არის შენ რო თოკმა გაგიძულოს მაგხელა თოკი აქ არ არსებობს ხოდა მაგრამ მაინც არა უშეს პრობლემა არ არის მე ბათუმში მყავს ერთი ნაცნობი და იმას დაურეკავ და ღუზის ჯაჭვს გამოვაგზავნებ ორმან შენ რას აკეთებ ახ პატა? მე რას ვაკეთებ აქ? მე რას ვაკეთებ და ბოდიშკატო აი წერაყინს რეცეპტი წერაყინი მინდოდა ძალიან მინდოდა წერაყინი და არ მქონდა ხო ხდები და ესე წერაყინი მინდოდა მე ძალიან აი რეცეპტი ხო და აი ეს წერაყინი მომეწონა ხო და მე ახლა ამ წერაყინს ავიღებ ამ წერაყინს ავიღებ აუ რა იყო? არა აუф ძალიან მეთქი აუф რა იაფია ხო ძალიან იაფია პატა პატალი ხარ ძალიან იაფია და ასეთ ფასსაც შენ სხვაგან ვერ ნახავ წერაყინს და მოდი რა ვქნათ იცი ბუდიშკატო რა ვქნათ და ორი ცალი იყიდე პატა რომ აბა სხვაგან სად ნახავ ასეთ ფასად მე და ორი ცალი ხო მართალი ხალაშა იცი რა არის ასეთ ფასად სხვაგან ვერ ნახავ უბრალოდ მოდი სამს ავიღებ სამს ხო ხდები მაგრამ უბრალოდ არ მქონდა ეხლა სამის ყიდვა გადაწყვეტილი მაგდენი ფული არ წარმომიღია და აი ეს გამომართი შენი იყიდე და სახში რომ ვიოთ მე გადაგიხდი დანარჩენს მოხსნაში რა პრობლემაა არანაირი სათხარ ჩამოდი უკვე მივდივარ ჩემს მომავალ ფორტეპიანოს მასწავლებლად. ზადო. ნიკა რა არის ეს? ნიკა ასე მოდიხარ? არა, მაისურს ვედებ, ხომ არ გინახავთ, აწერია, ვინც მომიყვანა დებილია. ნიკა რა ხუმრობაა? სტადი დროზე ჩაიცო და წავედით. აუ, არ წამიყვანოთ რა. მე შენია პიანინოს. პიანინოსი რატომ? იმიტომ რომ აი რა? შავი ყავი შევიაკლებ. ნიკა, ნუ მაიმუნო წადი ჩაიცვი. აუ, ნიკაი ფიქრე. მოვიფიქრე. დასაყვანელი ხარ ხოლმე ხანდა. თეკლა ბატონო, ერთი წუთით მოდი შენთან მაქვს ძალიან სერიოზული საქმე. აბა რა საქმე გაქვს ნიკა? თეკლა. შენ ხო გიზარება ჩემი წაყვანა პიანინოზე? ხო, ნუ პრინციპში კი, მაგრამ არა მომკლავს ელენე რომ არ წაგიყვანო ნიკა. და რომ არ წამიყვანო და დედა რომ მოაუთხრათ სოფის გამერ წავედით ხო? და რა? სოფის გავანძღავს. სოფიკოს გავანძღავს? კარგი აზრია ნიკა, ხოჭა ხო შეგძლებია ნიკა, ხოჭა შეთახტი. სოფი, შენთან მაქვს სერიოზული საქმე. მოკლედ, აი, ხო გიზარება ჩემი წაყვანა პიანინოზე? კი მეზერება, მაგრამ მომკლავს დედა შენი, ხო იცი? და თეკლას უნდა დავაბრავოთ?
ეგ როგორ? როგორ დაი, შენ რომ არ წამიყვანო პიანინოზე და დედა რომ მოაუთხრათ, რომ თეკლას გამოვეწევოდით. თეკლას ეჩხუბება. თეკლას ეჩხუბება. შევთანხმდით? კი. ვაიმე, როდის მოვა ელენე ერთი სული მაქვს. ვაიმე, როდის მოვა ელენე მართლა ერთი სული მაქვს. ნიკა. ისე მაინტერესებდა შენ ესე იგი მოგწონს კლდეზე ცოცვა საერთოდ წვერვალებზე ასულ ხარ? რას მეკითხები კატო რას ქვია ავსულვარ ავსულვარ კი არა ჩამოსულვარ კიდე ხო აბა და ლაშა შენ ასულ ხარ მწვერვალებზე? კი და რა სტილით ცოცავ? ხო მაგრამ რა სტილით ცოცავ აბა ჰა რა სტილით ცოცავ? ბრასი ლაშა ეგ ცურის სახეობაა. არის კი ცურის სახეობა არის კი მაგრამ ესე თოთვის სახეობაც არის კი ხო აი ყურე აი ჰოპ და მიდიხარ მე ხო ხმები ესე ასე ჰოპ და ესე მიდიხარ მე კარგი და მოკლედ ასული ხარ რა ძალიან საინტერესოა ეს ვერც კი წარმოვიდგენდი მთასვლელი თუ იყავი აი საერთოდ არ გეთხოვა. რაზე კონებზე ამბობ? კონებზე ეს ამას აქვს სპეციალურად, ხო ხდები? სპეციალურად აქვს ეს ამას, რომ ყინვას გაუძლოს. კი. -30 გრადუს ყინვას უძლებს მაქსიმუმ, მე როგორც ვიცი. არა, 35 გრადუს უძლებს მაქსიმუმ ყინვას, თორე შიგნიდან იცი რა ტანია გამას. კატო ამას ისეთი ტანია, ნამდვილი სპორტსმენია, ეს ხან ერთაზია, ხან მეორე თაზია, ეს მე სახში ლუგინზე წამოგორებული, არასდროს არ მინახავს. კი. ანუ ესე გიყვარს კლდეზე ცოცვა? ცხადია. ხო, ამას უფრო ფორთხვა. ხო, ვიცი როგორ არის ეს ლაშა უფრო ფორთხავს, ხო ხდები ლაშა კლდეზე აფორთხდა, ლაშა თეთრუს ასკდა ეს. ხო. მოიცა ლაშა თეთრუს ასკდი? თეთრნუდი, ხო, თეთრნუდი, აბა, თეთრნუდი. არა, თეთრნუდი ამერია უბრალოდ, რომელია თეთრნუდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მწვერვალზე ვარ ასული. და თეთრნუდი, მაჩ რომელია თეთრნუდი. თეთრნუდი ის არის, ხო, აი, რომ უნდა ახვიდე, ხო, უნდა ახვიდე, წვერი როა, ხო? კი, წვერი აქვს, ხო, კი, და ეს ზევით აი მთები და ეს კი არა, ხო? ანუ ყინულები, თოვლი, ღრუბლები. თეთრნუდზე ვარ. ხო, კარგი, რომელს ვიყავ? მოდი შენ წაიყვანე სოფიკო. არა, იყოს შენ წაიყვანე. არა, მე ვერ წავიყვან, საქმე მაქვს. შენ რა საქმე გაქვს? საქმე მე მაქვს. იცი რა, ვისაც უფრო ლამაზადაცვი აი მე წავიყვანოს. მე წავიყვან, იყოს კაცო, მე წავიყვან. შენ უფრო ლამაზად მაცვია რა თქმა უნდა, მაგრამ მან შენ წაიყვანე თული. არა, ეს რა შეთქმე ხარ, რა თქმა უნდა, ლამაზად უფრო მე მაცვია, მაგრამ შენ უნდა წაიყვანო. აი სოფი, იცი შენ უნდა წაიყვანო მართლა. რატომ? იმიტომ რომ შენ მაინც უფრო ისე გამოიყურები, აი სოლიდურად. ხო, და თან იფიქრებენ ახლა, შენ უფრო ასაკოვანს გავხარ და მე რომ შემომხედავენ იფიქრებენ ვინ არის ეს 18 წლის გოგო და მე არასერიოზულად შემოხედავ. ვერ წარმოვიდგენდი რომ თასველი ხარ, აი ელენეს არც ერთხელ არ უხსენებია. ბუმალა. კი, ბუმალა ველელეს. უნდა მოგიყვე ხმა გაცინო. ლაშა რა. უნდა ვაცინო. მოკლედ კატო ერთხელ მყინვარწორიდან ჩამოვდივარ, ძალიან დაღლილი ვარ და მოკლედ სახში მივედი და დამავიწყდა ამ ტრიაპების გახდა რა. და პირდაპირ შევედი სახში და ეს პარკეტი ამ ტრიაპებით სულ დავწრიპე. ან სულ ტრიაპები თქო. გასაგები ტრიაპები. ლაშა ერთი წუთი. კატო რა არის ი? ლაშა არის ძალიან მაგარი თამსვლელი.
ანუ შენ წარმოვიდგინე არც კი დაიჯერებ ეგრე და ყოფილა შემთხვევა რომ ორ მწვერვალზე ასულ ერთდროულად ორ მთაზე კი როგორ კი ორზე ერთად კი აბა გეტყვი ახლა მოკლედ რა მოხდა იცი ერთხელ მთაზე ადიოდა მწვერვალზე ადიოდა მისოსავდა და ძალიან ცოტა დარჩა კი თითქმის სასული ვარ მე დარჩა ხო თვითონ თითის მოდება რა მიხარ თითქმის და ძალიან ცოტა დარჩა და დაგორდა იქინა დაგორდა და ინერციით მეორე მთაზე აგორდა აი ეგრე აი ეს უნდა არცინო აი ეს უნდა არცინო მიდი ახლა არცინე აბა მიდი ხო კატო ისე როგორი გასაკვირია ხო შენს გიყვარს გულებზე ცოცვა მე ხო და ეს არც ერთხელ არა ვართ ასოცირებულები ხო და სადმე ასე ვთქვათ ერთად ხო არ დაგველაშქრე რომელიმე მწვერვალი ეს კაი აზრია ლაშა მომისმინე ერთი წუთი შენ დღეს შენთან ამოდი სახში 3 საათზე გელოდები იქ სალაპარაკო მაქვს შენთან და აი გადაწყდება მე ვინ ვის დალაშქარებს ხო გაიგე ნიკა მე წაგიყვანა გონდი იმიტომ რომ მე უფრო დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნია უბრალოდ მაკიაჟი შევისწორებ მაკიაჟს ხო მიდი აბა მაკიაჟის წადე რაღაცა უცნაური ხმები მესმის უბრალოდ ვერ ხვდები რა ხმაურია მოემზადე ნიკა იცი ამან თქვა შენზე რომ დიდი ცხვირი აქვს ვისეუბნები ვის და ორივე გამოდის არ წავხან, რატომ და შეწუხდე მე იმის გამო რომ ვიღაცას არ უნდა შეწუხდეს. ანუ არ გამემზადო? გაემზადე თეკლას მიყავხარ. არა, მე არსად არ მიმყავს, მე შემიჯერია, ეხლა მე წინაზე წავიყვანე ჩოგბურთზე რომ დადიოდა მაშინ. მე როგორ წავიყვანდი, ნიკა რომ ჩოგბურთზე დადიოდა, მე საფრანგეთში ვცხოვრობდი. მე რა ცხოვრობდი, ვინ გეხვეწებოდა? კარგი, თუ ასე ჩხუბობთ, საერთოდ არ წავალ. ისე ძალიან კი მინდოდა წასვლა, მაგრამ თქვენი ნერვების ფასი თუ დაждდა. მე რა კარგია. მე მგონი რაღაცაში მოგვატყუა, ვაშკარად. ნიკა! არა მოხვდა შიშალილა! ლაშა რატო არ გინდა ლაშა გაიგე რა გეუბნები ლაშა გაიგე კატო მომწონს მე და კატოს მე უფრო მოვეწონები გეუბნები კატო მე მომწონს და მე უფრო მოვეწონები კატო რატო მოეწონები შენ უფრო ვითხარი იმიტომ რომ შენ თუ მოეწონე მე ხო უფრო მოვეწონე უყურე ამას რა გაიგე რატო არ გინდა შეიგნორო კატო არ მოგიხდება შენ არ მოგიხდება მე უფრო მომიხდება ლაშა მე შენ თავს არ უხდები და კატო როგორ მოგიხდება იცი რა გეტყვი ბოდიში მოიხადე შენ ფაფუკო ბალიშო შენ გაიგე ბოდიში მოიხადე მე შემომხედე მე შენ თავს შეხედე და მიხვდები უფრო მოეწონება კატოს მე კი ბატონო შევხედოთ ქერა ვარ ციფერ თვალება და ესე ავად და მოყופურად გამხდარი არა ვარ არ მინდა ეხლა რა ძალიან ჯერ ესეთი პირდაპირ რატომ მიყურებ მოდი აბა სულში ჩამხედე არ მინდა ბატონო მოდი სულში ჩამხედე და დაინახავე ჭეშმარიტ სილამაზეს მოდი ჩამხედე კარგი ერთი და სულში ჩამხედე კი ჩემს შინაგან სილამაზეს საერთოდ ხმას არ ვიღებ ვაიმე უყურე ხარ ვაიმე არ ვიღებ ერთი წუთი არ ვინა ეცინის აი ბატონო პროფესორი აი შემომხედე ჯერმე შემომხედე მე იმას შეხედე გულაფრილად თქვი ვინ უფრო ლამაზი თქვი არ მიდი თუ რავი ასე ერთ შეხედვით თქმა ძნელია და ისე ორივეს ლამაზი თვალწარბიგავთ რა გინდა ისე რაკეთილი ხარ ბატონო პროფესორო რაკეთილი ხარ პაატას გულს რო არტყენთ რა შემიძლია რა უნდა რატომ ისხნევს მოდი აქ ერთი წუთი მოდი აქ რაღაც მაგითხო პროფესორო მოდი აქ შიცა მოდი ხო რატო არ გინდა შეიგნო ერთი რაღაცა რომ არ უხდები იმ გოგოს კარგი დაუსვა მოხდა სასწაული ხო დაუსვა მოხდა სასწაული და მოიყვანე გოგო ის გოგო ცოლა გამოყვა თვითონაც გამოყვა რა გინდა მე ხალხი უნდა ალაპარაკო და ხალხი უნდა აჭორაო რა ფულის გულისთვის გაყვა იმ ბიჭო ჰა რა გინდა ამაგდენი პული არ გაქვს მაგდენი ფული შენ რომ და წყურათ მაჭორაო და წყურათ მალაპარაკო ის ხალხი რომ აი ესე ფული არ გაქვს მაგდენი შენთვის გეუბნები და შენთვის გეუბნები თორე მე რა არ მინდა ესე ხავი თუ ყველა შენთვის გეუბნები და არ მინდა ეს ყველა რომეო შენთვის გეუბნები რას მეუბნები ჩემთვის მომიწმინე საერთოდ კატოც მომწონს სოფიც მომწონს და საერთოდ ყველა გოგო მომწონს რა გინდა მოიცა მაგრამ ყველა გოგო მომწონში თათიაც იგულს მე თათიას გარდა მომწონს ყველა გოგო
რა დააკონკრეტე ხოლმე რა. დამშვიდ ბატონო პროფესორო. აგინდოთ ეს რაღაც ჩაითხრა. შენ უნდა წაიყვანო. მე რატომ უნდა წავიყვანო? შენ უნდა წაიყვანო. შენ რატომ უნდა წაიყვანო? მე რატომ უნდა წავიყვანო? აი რომ არიცი, მაგიტომაც უნდა წაიყვანო. აუ, კარგით რა. უკვე ამჟამად არ აქვს 5 საათამდე ქონდა იმ ხალხს მიღება და დავაგვიანე. შენი ბრალია თეკლა. ჩემი ბრალი კი არ არის შენი ბრალი. კარგით რა, რა გაჩხუბებთ? მამის სხვა რამე გავაკეთოთ. ხო, ისე მეც მომბეზრ. რა, შენ კი არ მოგბეზრ და მე მომბეზრდა. თეკლა. ხო, კარგი მეც მომბეზრ. ეს რა ყუთია ნიკა? ხო, რა ყუთია მას? ეს მომდედამ შემოიტანა. რატო? რატო და ჩვენთან ადგილი არ არის, რომ გადასაგდოთ მიანება და თქვენთან იყოს. და რავი, კიდე რაღაცეები თქვა. მეორე სართული რომ დაგიშენებია თუ რაღაც და ბუზგუნით გავიდა. მე გამაგიშებს მე ეს ქალი, იცი? ეს ნუნუ ალბათ გადასაგდები გასქურა უნდა დატოვოს. აი მე ელენეა. რა ნიკა არ წაგვიყვანია? აი მე ელენეა. უნდა დაბმალო. ხომ რა სად უნდა დაბმალო? ხერა მსუქანა. როდის მსუქანა? სოფი. ნუს მოტანი ყუთში უნდა მოდი. აუ არა რა სად სხვაგან დამალე. შენ არავინ არ გეკითხება შეძვერი. მიჩედი. რა გარდა რასახეები გაქვს? რასაკეთებდით? ჭიდაობდით. ჭორაობდითო. ხო იცი სოფის როგორ ეხმევა ენა. ეს რა ყუთია? ნუ მოიტანა მოდი. რა სიმაღლეა. ხო მოგესწრო ბიჭი რა? მოგესწრო ყუთიო ხო იცი თეკლა ეხა ებნევას უენა. აბრაკენ წაიყვანეთ ნიკა? არა ელენე არ წაგვიყვანია და ყუთში გიზი. როგორი იუმორის გზნობა თეკლას. ადვილად მიაგენით? კი ელენე ძალიან ახლოს იყო. აი რომ იტყვიან ყურის ძირშიო. კარგი. რა ხმა? ჯერესერთი ეგრე ახტება ეგრე რომ ასლიყვა კარგი იქნება ეხლა კარგი იქნება რომ მივიდე და სოფოს დაუწყო თავის მოწონება სოფის რო და კარგი იქნება სოფის რო დაუწყო თავის მოწონება გეკითხა არა პრინციპი სუდი რატო იქნება რატო იქნება მას შეიძლება შეგაიგებო არ შეიძლება რომ ორ გოგოს ერთად მოვაწონო თავი რატო არ გინდა რომ გაიგო რატო იმიტომ რომ არ შეიძლება რატო არ შეიძლება არა რომის კიდე მაგაზე ჭკუს რა არა არ გაგიგია შენ რომ 6 კაცზე მოდის 6 ქალიო საქართველოში სიტყვა გვეუბნება მაგას რომ მოდის და არა მიდის კი უნდა მივარდე და კი უნდა დაუწყო ეს გოგოს ეს დაბრაჭო კი უნდა დაუწყო ყველას ეს დაუწყო არ მინდა ეხლა ეს რა რატომ ისინი მე რომ არ შეიძლება მე მოუწონო სოფი მე უფრო მოუწონო მე ხუთი მე რამდენიმე გეყოფათ რა მის ხარა სამი დღე მეყოფოდა ეს ენერგია რა. ადექი დამატვინოთ. ადექი გამოდი აქეთ, გამარხელაბის რო იკავებ და ბალიში რა, გამიდი. მიდი დაუდი. ეს ფეხები. ადი გამაი. არა, მოის დაჯექი რაღაც უნდა მოდი. მოდი თეკლა მოდი. მოკლედ გითხრათ, ეხლა ვიყავი პაერმანზე. რა? ხო რა იყო რა მოხდა? ზურასთან ხო? არ
არა ზურასთან, ჩემს თანამშრომელთან ერთად. ვემეცი ჯობია არ მოყვეს, ერთად ამბობენ ყუთებსაც ყურები აქვს და რა. არ მოყვე, მაგრამ ნიკამ არ გაიგოს. თეკლა ნიკამ რანაირად უნდა გაიგოს? იცი რა ფორტეპიანოს მასწავლებელმა თქვა ძალიან კარგი სმენა აქვსო და კარგი რა თეკლა მომისწინე. მოკლედ თავიდან ვერ ხვდებოდი რომ მოვწონდი. მერე რომ მივხვდი მე აღარ მომწონდი. და ახლა საერთოდ აღარ მოგწონს. კარგით რა დამაცადეთ. ხო და მოკლედ მე ერთ მშვენიერ დღეს დამპატიშა ფრანგულ რესტორანში. და არ წაყევი, ხო? როგორ არ წავყევი, თეკლა დამაცადე და მოგიყვები. ხო და რო შევედი, ელენე, ჩუმად მოყევი ცოტა. ხო და რო შევედი ამ ფრანგულ უფრო ჩუმად მოყევი. ხო და რო შევედი. ელენე, მოდი, ვინესიჯოთ. კარგი რა თეკლა, ერთი სული მქონდა, როდის მოგიყვებოდი, თქვენ კიდე რაღაცას მაიმუნობ, დამაცადე. ხო და შევედი ფრანგულ რესტორანში და შევხვდი თუ არა პირველი რაც მითხრა ელენე როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებია. სხვადასხვა რაც ზურას არასდროს არ უთქვა. არ მაინტერესებს. თუ კიდე შენთან ოთახ შევიდე და იქ მაინტერესებს. ზურა რაღაც ძალიან უცნაურად იქცე. ეს ყუთი იქ არის დგა? ხო, ელენე, ხო იცი ეს სახლი დახრილია აქეთ ცოტა. ხო. რა? ელენე, ნიკა დაგერეკა მანქანით მოგაკითხავთ რატო წვალობ დამყუჩით რომ მოდიოდა. რა ხდება? რა ხდება და მე მივდივარ სახლიდან. მოიცადე ნიკა დამეღოზე. ნიკა მოიცადე. თქვენ მერე დაგელაპარაკები. ხო. შენი ბრალია ყველაფერი. შენი ბრალია, კი არა შენი ბრალია. შენი brali, რანაირად ერთად აშკარად ეს ყოველთვის შენი brali. არა, შენი ბრალი არ არის შენი ბრალია. როგორ მიხარია იცი ბობის რომ მოყავს ინდირა ცოლად? მეც გამიხარდა რომ ბობის მოყავს ინდირა და არა შენ. უითა კლაკ ხარა ჯობსანდალი მეგონე ხომ არ იცი ელენე? სად აქვს ელენეს ჩანგლები? ჩანგლები? სათიკო რა თქინა ჩანგლები? ხელით ჭამე ხო გიყვარს შენ? ელენე დავხო მოდი ხარხა თამდენი ხანი მაგრამ ის რა ხია? ინდირას და ბესიკს არ ველოდები? დავხე ჩვენ და მოვლენ ისინი. თვითონ ოღონდ დაამერინე და არაფერი არ აინტერესებს. გამძარე ბალონები, გამძარე. ამასაც არ დავსო რა. აუ მე კიდე ამასთან არ მინდა დაჭდომა. მართლა იქით დავავა. I'm sorry. მოდი დავბრძანდი. ვახ სოფი, დაჯიქი. ისა აუ მადლობა სოფი. ბატონო ფრიდონ, დაიწყეთ. მე არა, ხო ფრიდონი არა, ვინმე სხვა. ლაშა შენ. მოიცა რა ლაშამ რა ისის ახლა ჩადანსელები და თეკლა მიდი. ვაი მე რა თეკლა, კარგი გიშლებით. ქალბატონო ნუ თქვენ მე ქართულ სუფრას ვცეთ პატივი. თქვი პატა. მართალი ხართ ქართულ სუფრას ვცეთ პატივი და პატა ხმა არ მოიხოს. სოფი გისმენთ? არა, ეს პედიკურის საქმეში ველოსიპედს არ გვინდა რა. ხოდა რა ვქნათ? თამადა ვერავირჩიეთ. ნუ რა ვიცი, მაშინ ავდგეთ და ყველა მერდო რო სხვა სადეცელო და ეგ არის. აი ამ ტიპი ხარ. იხარ უნდა იდღებიძო. დაუბრუნდა. აუ ლაშა კატლეტი მომაწოდე რა. აღარ არის. რა აღარ არის ლაშა? ხედავ კატლეტი მომაწოდე ერთი ცალი. ლაშა არის აღარ არის. ორც მოგიტარ. მე მინდა ტორტი. კარგი, წამდი და მოიწე. მადლობა. ხალხო მომგა. თქვენ არ იყვით? სადაზეო თქვით ახლა ახალ შეუღლებულების სადაზეო დალიეთ მიდით? გისმენთ? დავლოცავ ჩემი ინდირას და იმას.
გახარებულები იყვნენ და ბედნიერები. სულ კარგად იყვნენ. ჯანმრთელად და არაფერი არ გაუჭირდეთ ცხოვრებაში. თუ რამე დაჭირდებათ, იცოდე რომ მათ გვერდით ყოველთვის ვიდგები და ყველაფერს გავუკეთებ სანაპირში სული მიდგას. ჩემი იდეასთვის სულ სხვა მინდოდა, მაგრამ რადგან ეს არჩია და ეს გადაწყვიტა, არა უშავს მე ისიც მიმშვიდებს გულს პაატარო, ქორწილში იტყვიან გოგოჯობიაო. ის ვერ გავიგე, ქავტომოგო შენიერი ბიჭია, მე ძალიან მომწონს. თუ ყოველ შემთხვევაში ბოთე ეგარ არის? არა. ქერა ეგარ არის? სუქანი სამ. ბატონო ფიდონ, მოდი თქვენ თქვით ახლა თორე ზოგზოგიერთები ისე დათქვენ არიციან და თქვა და. აბა გისმენთ. შენ გაიხარი ჩემულაში. მე ერთი რამე მინდა უსურვო ჩემს ბობის. შენგან აიღოს მაგალითი ჩემულაშა. 4 ცოლი ყავდა. მოებაცოს. მოკლედ შენი წყალი გადასხმოდეს რა. პატას ვიდამე და წავედი ახლა. კი ბატონო, მოკლედ ახლა მე ვიტყვი. მე ძალიან მოხარული ვარ. ჩემო მეგობრებო, რომ შეიქმნა კიდევ ერთი ლამაზი ქართულ ბერძნულ ჰოლანდიური ოჯახი. მოკლედ გავლოცავ, გაუმარჯოს ორივეს რა სამივეს. მოკლედ რა ვიცი, მე ბიჭი გაჩნდება ეს ბიჭი გაჩნდება და ბიჭი დაემსგავსება ვის თუ არა ბაბუას, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ რანაირად დაგემსგავსებთ? მოკლედ რა ვიცი, გაუმარჯოს. თქვი ახლა რამე შენს ვეშაპისებრო ბიჭო. ჩემმა პაატამ ისე დებილურად ჩამოაყალიბა ეს ყველაფერი. ბატონო ფიდონ, მე ვეღარაფერს ვეღარ დავამატებ და გაუმარჯოს. აი პაატა წოდი. აი მე ჯონჯოლი არ მიყვარსო ხო? ბებიდან. რა კარგია. ჩემი ბავშვობის ოცნება ასრულდა. წიდან საჭველები ცვი. ბობი, მოდი შვილო, უნდა დაგლოცო, მოდი.
ნიკა მიყვარს როგორც მამა შენი და არა როგორც მამაკაცი ხო ხვდები? და როგორც მამა ჩემს ისე რომ შეურიგდე? ნიკა, აღარ ზურას აღარ უყვარვარ. მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ ორივეს ძალიან გვიყვარხარ. არა მართალია მე უფრო ზრუნავ შენზე მამა შენი საერთოდ არ იწუხებს თავს. დედა ხო კარგი მაპატია. ნიკა, მესმის რომ ძალიან რთულია შენთვის ამის გაგება, მაგრამ უკვე დიდი ბიჭი ხარ და უნდა შეეგუო, ხვდები? ხო, კარგი. კარგი? კარგი. წამოდი ახლა შევიდეთ სახლში, ხო? აიპედი მაინც გქონდეს, გულს გადავაყოლებ. აი, პატა, რა გჭირს? აი, ის რა გემეტოფია. სამი სახში ხართ? ხო. მე ეს არ შეხვიდეთ ხო? აბა როგორ უნდა შევიდე? როგორ დაიესე? ხო?